კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია მოამბის სპეციალური გამოშვება. ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია იწყება, რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს ფრანგული კომპანია გრუპი EDP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ. ხელშეკრულების ფარგლებში გრუპი EDP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია ტავი აეროპორტის მართვას თამადებით 5 წლით 2031 წლის ბოლომდე აზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის შენობლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს. აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს. ინვესტიცია უზრუნველყოფს მგზავრთა გადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, გრუპი EDP-ის და კომპანია TAVS საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში ბუნებრივია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, რომ 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის იყო რეკორდული. გასული წლის განმავლობაში განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში შარშან 8,5 მილიონი მგზავრი სტუმრობდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგცა შეასრულება ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები. დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა მსოფლიოს სამყარო ავიაჰაბებთან და კიდევ უფრო მეტად გამტკიცდეს ჩვენი ქვეყნის როლი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ საავიაციო სივრცეში. ჩვენ ვქნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი. სწორედ ასეთი მიდგომა გვაძლევს შეასრულებას მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯებით გავაძლიეროთ ქვეყნის როლი საერთაშორისო ავიაციაში და უზრუნველყოთ გრადის სარგებელი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, როგორც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ისე სახელმწიფო უწყებებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღურად მუშაობენ საქართველოს ავიაციის განვითარებისთვის. და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკის და გრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს, მადლობა მინდა გადავუხადო მის გუნდს, მადლობა მინისტრს, რომელიც წარმატებით უძღვებოდა მოლაპარაკებებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და რომელმაც უზრუნველყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება წინა ხელშეკრულებასთან შედარებით რამდენჯერმე გაუმჯობესებული პირობებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული 5 წლის განმავლობაში. 5 წლის მანძილზე ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9,3% და ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 16 მილიარდი დოლარიდან გაიზარდა 37,5 მილიარდ დოლარამდე. რა თქმა უნდა, განვითარების ეს ტემპი იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე, ავიაციის განვითარებაზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი. დღევანდელი დღე გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენი განვითარების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება მომავალში. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, მადლობა ყველას, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. სცენაზე ვთხოვთ ფრანგული საავიაციო ჯგუფის გრუპ EDP-ის თავმჯდომარეს და გენერალურ დირექტორს, ბატონ ფილიპ პასკალს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო მინისტრო, მინისტრებო, თქვენო აღმატებულებანო, ძვირფასო სტუმრებო. მე ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები დღეს
და ვესწრები საეტაპო მოვლენას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში. დღეს ჩვენ ერთად აღნიშნავთ ახალი გვერდის, ახალი თავის დაწყებას ჩვენი განვითარების ისტორიაში. ჩვენ ამ ღონისძიებით განვავითარებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. ჩვენი წარსული წარმატების საფუძველზე ჩვენ გავხდით თბილისის აეროპორტს უფრო დიდს, იმისაც რომ უფრო მეტი მგზავრის მომსახურება მოახერხოს და ბრწყინვალე იყოს მომსახურების ხარისხი. ჩვენი პირველივე დღიდან 2006 წელს დავიწყეთ მუშაობა. ორი აეროპორტი გადმოვიდა ჩვენს მართვაში. 230 მილიონი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ მათში. და ჩვენი ერთგულება ჩვენს თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობასთან ერთად და სამოქალაქო ავიაციის უწყებებთან ერთად, ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან ერთად უკვე ხელშესახები შედეგებით აღინიშნება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. თვითმფრინავად მგზავრების რაოდენობა 600,000-დან 15 მნიშვნელოვანი ჯერად გაიზარდა და საქართველოში ერთობლივი ძალისხმევა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა აღინიშნება ამით. დღეს 63 ავიაკომპანია დაფრინავს 71 დანიშნულების ადგილას და საქართველოს აკავშირებს მთელ მსოფლიოს. ინფრასტრუქტურის მიღმა ჩვენ წარმატებით ვახერხებთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქვეყნის ავიაციის სექტორში. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემების და ინდექსების მიხედვით ჩვენ საუკეთესო აეროპორტებს შორის მოვიხსენიებით თბილისშიც და ბათუმშიც და ეს ძალიან წარმატებული მაგალითია ჩვენი ძალისხმევისა. ჩვენი ერთგულება და წარმატება საქართველოში ასახავს ADP ჯგუფის მიდგომას და თავის აეროპორტის აქცენტირებულ მუშაობას. ჩვენ ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი მართვის კომპანია გლობალურად, ასე გასულ წელს 380 მილიონი მომსახურება შევძლებთ მსოფლიოში 26 აეროპორტის მართვის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, რომ მოვემსახუროთ მგზავრებს, ვამუშაოთ აეროპორტები პასუხისმგებლიანი გზით მთელ მსოფლიოში. ჩვენი საქმიანობის ცენტრშია ჩვენი აქციონერების კმაყოფილება 4 ძირითადი ნიშანსვეტის საფუძველზე. პირველი გახლავთ მასპინძლობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სეგმენტი, რათა შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება ყველა და ნებისმიერი მგზავრისთვის. მეორე ნიშანსვეტი არის ჩვენი ხედვა მომავლის. ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ყველა აქტივიდან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენი აქციონერების მოლოდინს გაამართლებს. ინოვაციები აი ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, იმისაც რომ განვითარდეს ჩვენი საქმიანობა. მესამე ნიშანსვეტი არის საოპერაციო ბრწყინვალება. ჩვენი ერთგული გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისაც, რომ უმაღლესი სტანდარტები დაკმაყოფილდეს უსაფრთხოების, კომფორტის და მდგრადობის მიმართულებით. და ბოლო, მეოთხე ნიშანსვეტი არის ის, რომ უმაღლესი ფასეულობა შეუქმნათ როგორც ჩვენს მგზავრებს, ასევე ჩვენს აქციონერებს. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანაში მართავთ აეროპორტებს მსოფლიოში და ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, რომ დიამაყოთ იმისთვის, რაც საქართველოში კეთდება სამოქალაქო ავიაციის სფეროში. ჩვენ შეგვაქვს საკუთარი წვლილი ადგილობრივი თემის განვითარებაში და ეკონომიკის განვითარებაში. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური კულტურით და ძლიერი პოტენციალით. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ავიაციის სფეროში დაკავშირებადობა იყოს მნიშვნელოვნად აღიარებული. ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი, რომ ეს ახალი თავი იწერება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგალითზე. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ
მეტი წარმატებული შემთხვევები გვექნება და საეტაპო მოვლენები მომავალში. სანამ დავასრულებ, მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას იმისაც, რომ უწყვეტი იყო მათი ნდობა და მხარდაჭერა. ჩვენ სრულად ერთგულნი ვართ ინვესტიციების მიმართულებით, იმისაც, რომ ეს სტრატეგიული აქტივი, ქვეყნის სტრატეგიული აქტივი კიდევ უფრო განვითარდეს და ჩვენი თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო პროგრესული. დიდი მადლობა. სენაზე ვთხოვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქურივიშვილს. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები ფრანგული საავიაციო ჯგუფის, გრუპ ADP-ის თავმჯდომარეს და გენერალურ დირექტორს ბატონ ფილიპ პასკალს. ავიაციის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაში. წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების გამორჩეულ პრიორიტეტად იქცა ავიაციის ინდუსტრიის გაძლიერება, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფა. სწორმა პოლიტიკამ უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის არაერთი მიმართულებით განვითარება, თუმცა დღეს ჩვენ ერთად აღვნიშნავთ რეკორდულ შედეგებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით. 2025 წელს საქართველოში ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 5 საკვანძო მიმართულებით. ავიაკომპანიების პირდაპირი ფრენების სიხშირეების, გზავრთნაკადის, ისევე როგორც ტურისტული ნაკადების კუთხით. 77 ავიაკომპანია 165 პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს ჩვენი ქვეყნის 3 საერთაშორისო აეროპორტიდან. პირდაპირი ფრენების მატებამ განაპირობა ისტორიული შედეგი. 3-ვე საერთაშორისო აეროპორტმა 8,500,000-ზე მეტ მგზავრს და 37,000-ზე მეტ რეისს უმასპინძლა. ეს 2024 წელთან შედარებით უშუალოდ მგზავრთნაკადთან მიმართებაში 14%-იან მატებას, ხოლო რეისებთან მიმართებაში 16%-იან მატებას განაპირობებს. ავიაციის სექტორის განვითარება კი პირდაპირ პროპორციულად ისახება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სექტორის, ტურიზმის ინდუსტრიის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე. სწორედ აქედან გამომდინარე, მე მოხარული ვარ, რომ დღეს გაცნობოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას 2025 წელს განსაკუთრებული ისტორიული შედეგები ჰქონდა და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და ვუმასპინძლეთ რეკორდული რაოდენობის 5,500,000-ზე მეტ ტურისტს ჩვენ ქვეყანაში. ავიაციის სექტორს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ სექტორის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ ამიტომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც შევიკრიბეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყებად. ფრანგული სახელმწიფო კომპანია გრუპ ADP, რომელიც მფლობელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიის TAV Georgia-ს საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით 5 წლით განაგრძობს. აეროპორტების გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 2027 წელს უნდა დასრულებულიყო, განახლებული პირობებითა და მიდგომით 2031 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 2027-2031 წლებში ჩვენი ფრანგი პარტნიორები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ინვესტიციის შედეგად არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. და არსებული 5 მილიონი მგზავრი გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე. ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად იზრდება მათ შორის თამდევი ინფრასტრუქტურა, მათ შორის როგორიც არის თვითმფრინავების სადგომი, რომელიც დღევანდელი დღის მდგომარეობით 58-ში ადგენს, თუმცა გაფართოვების შემდეგ ის 65-მდე გაიზრდება. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად იზრდება და უმჯობესდება ჩვენი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს
აეროპორტების გაერთიანების კომერციული პირობების და როგორც პრემიერ-მინისტრმა უკვე ბრძანა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პირობები უშუალოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისაღების შემოსავლების სახით 3-ჯერ გაიზრდება იმასთან შედარებით, რაც დღეს არსებული ხელშეკრულებით არის. ასევე მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ღირებულების საავანსო თანხას დამატებით 25 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. საქართველოს ავიასექტორის განვითარება არის დინამიური, მდგრადი და შეუქცევადად მზარდია. სწორედ ეს გარემოებაა ერთ-ერთი წინაპირობა, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში აშენდეს ახალი თანამედროვე აეროპორტი, ვაზიანი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონ მგზავრს შეადგენს. თუმცა, იქამდე კი, ვიდრე ახალი აეროპორტი 2031 წლიდან ოპერირებას დაიწყებს, ჩვენ განვაგრძობთ ფრანგულ სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობით და მათთან მიღწეული გაუმჯობესებული პირობებით ავიაციის სექტორის განვითარებას. ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიულ არჩევანს. სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოს, კაფიო პასუხისმგებლობებისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. მე მინდა განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას და თითოეულ იმ მგზავრს, რომელიც წლების განმავლობაში სარგებლობს ჩვენი სამივე საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ. ახლა კი ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, გადავდივართ ხელმოწერის ცერემონიაზე. ხელი ეწერება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დოკუმენტს. დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ბატონი ლევან მოსეშვილი და TAV Georgia's გენერალური მენეჯერი ქალბატონი თეა ზაქარაძე. Ladies and gentlemen, we will now proceed with the signing ceremony. The document amending the contract for the construction, operation and transfer of Tbilisi International Airport will be signed by the Director General of the United Airports of Georgia, Mr. Levan Moseshvili, and the General Manager of TAV Georgia, Mrs. Thea Zakaradze. დიდი მადლობა. ახლა კი ძვირფასო სტუმრებო, სცენაზე ვთხოვთ ფრანგული საავიაციო ჯგუფის Group ADP-ის წევრი კომპანიის TAV აეროპორტის პრეზიდენტს ბატონ სერქან კაპტანს, რომელიც წარმოადგენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს. თქვენ პირდაპირ ეთერში თვალსადევნებდით პრეზენტაციას, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას მიეძღვნა პრემიერ-მინისტრის განცხადებით. პროექტში 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მეც 18 საათზე კი ამბობთ.